ნება მივაძეთ წარმოგიდგინოთ დღევანდელი გადაცემის პირველი სტუმარი, ყველასათვის საყვარელი მსახიობი, ქალბატონი ნანული სარაჯიშვილი. მოგდანი გადაგვიდე. მოგესალმებით ძვირფასო ქალბატონო ნანული და მიხარია რომ მაქვს საშუალება დღეს იმას მისდულ და ოდნავი დაგვიანებით, მაგრამ ეს ისეთი ტიტულია რომ ამას დრო არ აქვს, არის სამუდამო და არის მართლაც აი განსაკუთრებული ნიშნით გამორჩეული. ეს არის თბილისის საპატიო მოქალაქეობა და გილოცავთ დღეს წელს აგირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქეს და ასთავარი ყველას გაუხარდა აი ეს ამბავი. მითხარით როგორ იყო თქვენ როგორ შეხვდით ამ ყველაფერს? ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ჯერეთი რომ მომიწვიეთ და აღნიშნეთ ეს ჩემი ამბავი. როგორ იყო და ძალიან დიდ ემოციებთან იყო დაკავშირებული. არც ერთ ჯილდოზე მე ბრეჟნევი ვითავარ მეთქი დავალაგე ხა ჯილდოები ჩამოვარი ესე დავდე იმაზე მაგიდაზე და ასეთი ემოცია და ესეთი გახარება და ესეთი სიხარული არ მქონია. ეხა რასაც დაკავშირე ჯერ მიმალავდნენ. მალავდნენ თურმე იცოდნენ და მაინც ანუ სანამ საჯაროდ გაცხადდებოდა მანამდე ხო ოფიციალურად გაცხადდებოდა და იმაში როა დღე უკანასკნელ დღე პირველში სერგო ზაქარიაძეს მაცივარი ხო და ესე და ბოლოს უკვე მესამასემ რომ მითხრა რომ ესე ჯილ მე ვთხარი დავასწარი საპატიო მოქალაქე მე ვთხარი ძალიან დიდ ემოციებში ვიყავი და მოკლედ როგორც იქნა დადგა ეს დღე დამირეკეს უკვე მერი და უნდა წავიდე და მოვემზადე ეხა როგორ მოვემზადებოდი კი ანუ როგორ ჩემეძლო შენ საგანგებოთ რაღაცა ეს ყველაფერი და ძალიან მომწონს ჩემი თავი ვიყურების არკეში და წავედით და რა წავედით ეს ქარი არ იყო ეს იყო ქარბორბალა კი ვიცი იქ ვიყავი ესწრებოდი კი ხო რაღაცა საშინელება და იქ ეთყობა ეზოროა მაინც ზევით რო იყო რაღაცა განსაკუთრებულად იყო ქარი ხო და დედა რა ვქნა და იქ კაპიშონი აქ ჩემი მას კურტკას რაც ვეცვა და მაგიდასა რო ვიჯექით ეს ქონდა წამოხურული და ეხა იმდენად ის იყო რომ გამოაცხადეთ ეხა სცენაზე ძველი ბიჭივით ხო არა ვიდოდი ეხა კაპიშონ წამოხურული და ეს გადავიხადე და რო წავიდა ეს ჩემი თმები ესე რო დადგა რომ ნახე მე ტელევიზორში კი რაღაც გამი ასე მიდგას თმები მამალი ხო და ძალიან კმაყოფილი ძალიან ბედნიერი სამაგიეროდ შეგაწყვეტინებთ ერთი წამით მახსოვს რომ აი ესე ცქვიტად აირბინეთ 20 წლის გოგოსავით მინდა გითხრათ შესაშური შემართებით იქ კიბეები რო იყო ხო ძალიან სწრაფად აირბინეთ მინდა გითხრათ ენერგიულად იცი რატო ავირბინე ჩემოგია შემეშინდა არ გადაიფიქრონ მეთქი და სასწრაფოდ ავირბინე არ გადაიფიქრონ არა მაგთუაზე არიან ჩქარა ავირბინე ყველა მეკითხებოდა კაცო რატო აირბინეო ჩქარა გამოდიო მე ვთხარი შემეშინდა ვაი თუ გადაიფიქრონ მეთქი მოკლედ ესე დავიჭირეს დიდი გასაღები და წამოვედი და ეხლა მაგ ეს გასაღები სახში რასაც მინდა იმას გავაღებ დიდი სიტყვა და სიყვარულია თქვენს მიმართ მაყურებელს და ეს რა თქმა უნდა არის თქვენი არტისტული აი ამ შემოქმედებითი ცხოვრების დამსახურება და პირველ რიგში რა თქმა უნდა აღინიშნოს ორი მთავარი ამბავი ერთი რუსთაველის თეატრი რომლის შემადგენელი ნაწილი ხართ უკვე ათეულური წლების განმავლობაში და გარდა ამისა ის კინოფილმები რომელიც ახსოვს მაყურებლის არაერთ თაობას და პირველ რიგში მე მინდა რომ სწორედ კინოფილმებზე გავამახვილო ყურადღება და მით უმეტეს დიდ არტისტებთან ქონდა თქვენ ურთიერთობა ყოველდღიური თეატრში და შემდგომ უკვე გადასაღებ მოედანზე და მოდი რამაზ შიკვაძიდან ჩვენი დაუვიწყარი ბატონ რამაზიდან დავიწყოთ და ვერისუმრის მელოდიებიდან ნუ ბატონ რამაზე არ ვიცი ხა გია შენ კარგად იცნობდი იმას და ქონდა თუ ისეთი ურთიერთობა შემოქმედებით ისეთი და იცი ეს ყველაფერი და მოკლედ ნუ ეხა თეატრში ხო ნუ ვიყავით და ისედაც ხო ვიცნობდით და სხვათვის მამაჩემის მეგობარი იყო ხო და ნუ მე გადაწყვიტა უცბად გიორგი შენგელაიამ რომ გადაიღოს ეს ფილმი ვერისუმდის მელოდიები და უცბად აი ესე მითხრა რომ შენ უნდა გათამაშო ის როლიო და ნუ გამეხარდა ეხა როგორც ყველა მსახიობს
ნუ წავედით, თუ სცენარი მომცა და წავიკითხე ეს სცენარი, ეს გამოყოფს ამ იმას ხანჯალს მიაწოდებს, ისა მე ცეკვავენ ერთად და რაღაცა. არ ვინ არა დაიჯერეს, მე უნდა დავიდეს ეს სცენა. გადასარევი სიმღერა და არ წერია ეხა სცენარში, რომ მე უნდა ჩავჯდე და რომ მივედი უკვე გადაღებაზე, ჩავიცვი ეს კოსტუმი, რაღაცა რეპეტიციას თქონდა ისა და ჩავიცვი ეს კოსტუმი, გავედით და ჩაჯექი კალთაში. გიორგი მე არ გარიყო ხო სცენარში? არა, სცენარში არ იყო ეგა თორე მაგაზე როგორ დავთანხმდებოდი. ახალგაზრდა ვიყავი, თორე ეხა კი დავთანხმდები. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, დამწყები ვიყავი, ხო და ჩაჯექი კალთაში. ვაიმე მეთქი, აი ესე სულ ავწითდი გაწითლებული ვარ როგორც წითელი პამიდორი. ვაიმე მეთქი ისა გიორგი ხო არ იყო ეს სცენარში რომ და კაცო არ იყო და ეხლა მე მოუმატესა უნდა ჩაჯდე კალთაში და რამაზი ზიის ესე. ეცინება ეხა რა ჩემზე რა ზიის და ვაიმე ვერა მეთქი ვერ ჩავჯე. ჩაჯექი კაცო რამაზმა იქი და ჩაჯექი შვილო ჩაჯექი შენი კი არა ისე ვარ გადაღლილი ნატაშას თავი არა მაქვს და მალე თავი ჩაჯექი ხო იცით როგორი არა საოცრება იყო ხაბარი კაცი იყო და ხელად გამოვიდა ჩიტია გულნარა ხო ჩიტია გულნარა ხო და სხვათა შორის ძალიან მიყვარს ეს პატარა ეპიზოდია ფილმის არ არის მთავარი როლი, მაგრამ ძალიან საყვარლესი სცენაა, უამრავია ასეთი, მაგრამ აი ყველას უზებიდათ ახსოვს. მანანას გადაღებებზე რას მეთქოდით? ნუ ეხლა აქაც ისე შემთხვევით მოხდი, სხვათა შორის არ ვიყავი გამორჩეული ბავშვი, არანაირად არც ლამაზი, არც არაფერი და არავის არ ეგონა, რომ ეხლა მე კინოში ისა და ნუ ესე შემთხვევით მოხდა, ესეც ბატონი რეზო ჩხეიძე იყო ერთ-ერთ ქეიბზე და იქ ვიყავი მთელი ოჯახი. აი როგორც თქვენი ოჯახი ყველა რომ ღერით, ასე ჩვენც ასე ჩემი და ძალიან მუსიკალური ის იყო რაღაცა უკრავდა და ნუ შემთხვევით ნახა ბატონმა რეზო ჩხეიძემ და უთხრა რეჟისორებს ბევრი ბავშვი გასი 1500 სხვა შორის დაფიქსირებულია 1500 ბავშვი გასიჯეს რეგიონებიდან იყვნენ ბათუმიდან ქუთაისიდან ყველამიდან და მოკლედ არ გამოვიდა ეს ამბავი და მე რომ მივედი ძალიან დავიმორცხები, არაფერი არ გავაკეთე, იმიტომ რომ გადავხედე და დავინახე ეს ლამაზი ბავშვები, ვაიმე აქ მე ვინ გადამიღებს მეთქი და არაფერი. და რასაყვარელი ხართ იმ ფილმში განსაკუთრებული. ხო და ნუ მოხდა მოკლედ მოხდი ამ გაუგებრობაში. და ვისთან მოხდი მე? სესილია თაყაიშვილი, სანდრო ჟორჟოლიანი, მედეა ჩახავა, იპოლიტე ხვიჩია ვინმე არ გამომჩეს, რა ვიცი და იაკობ ტრიპოლსკი და იაკობ ტრიპოლსკი საერთოდ მამა ჩემი იყო. ხო და მამას თამაშობდა და მე ისე შემიყვარდა გადაღების დროს. მამა, სულ აი ესე მამას ვეძახდი და მამა ჩემი გამიბრაზდა. შე ვირიშვილო, ვინ არის შენი მამა? არ შენი მამა. ვინ არის ვის ეძახი მამას? არაჩვეულებრივი ხალხი ეს ვარსკვლავები, მართლა ნამდვილი ვარსკვლავები. თურმე ბატონ იპოლიტე ხვიჩიას ძალიან ეშინია ძაღლების. ეხა ის სცენაა, რომ აი რომ ეძებს იმას რადიოლას ეს ძაღლი და მაშინ მილიცია ერქვა, მილიციიდან მოიყვანეს გაწვრთნილი ძაღლი, ყველაფერი რაღაცა და არაო მე არ გადავიღებ ამ იმას, როგორ გაცო ეს რო არ გადავიღებ ეს არის მთავარი ისაო ამ იმისო შენ უნდა იდგე აქაო და არა მე გაწიე უბრება და ნუ ეხლა დაიწყო გადაღება. ეს გაერთო, ეს კაცი უყურებს იპოლიტეს იქ რაღაცებს უყურე და გაერთო და გაეშვა ხელი. გავარდა ეს ძაღლი და პირდაპირ ეცა იპოლიტეს. დედა, აი მე დაიწყო ტირილი ხო გეუბნებოდით, გაწიეთ ეს ძაღლი მეშინია. მთელი ჩაიშალა გადაღება სასტრაფო ერთი ამბავი რაღაცა და იმდენად გაგიჟდა ეს კაცი იპოლიტეს, იმიტომ რომ ისეთ რაღაცებს ყვებოდა და ისეთი საინტერესო ხო იცით რა პიროვნება იყო და ახლა გადაღება და მთელი ბათუმი მოსული მოკლედ და მე ვზივარ მანქანაში ეს მანანას და ბებია რომ დაინახავს იმას ხო ჩაკეტილი რო არის ხო და ბებია ესე და მოკლედ ღაპაღუპი ჩამომდის წრებლები და ვიღაცა ქალბა იფიქრა რომ ეტყობა ბავშვი ვერ გამოდის ვერ აღებს მანქანის კარებს რომ ბებიას ეძახის და ვერ გამოდის ესე ქვევით ჩამოვიდა ამათ არ დაუნახიათ ოპერატორს და რეჟისორებს არავის არ დაუხარ გააღო ეს კარები და ეს ხე ხო არ მიწოლი და გადმოვარდი პირდაპირ დავენარცხე ამ იმაში
ქვაფენილზე და მოკლედ ჰალო შენ ვინ გეკითხებოდა რა ვიცი კაცო ბავში ტიროდა და მე თქვი ვერ გადმოდის მაგარი და რა სიკეთე გააკეთა ვითომ აი ბევრი ძალიან ისეთი კარგი რაღაცები მახსოვს არაჩვეულებრივი. შემდეგ უკვე გავიდა მრავალი წელი და კიდე ერთი მაყურებლისთვის გამორჩეულად საყვარელი ფილმი გარიგება გამოვიდა ეკრანზე და აი მაგაზე რას მეტყვით. გარიგება ზაზას უკვე აყვანილი ყავდა, თითქმის გადაწყვეტილი ყავდა სხვა მსახიობები. ანუ თქვენ თავიდან არ იყავით? არა, არც გოგა და არც მე. უთმად რეჟისორების ამბავი ხო იცი ჩემოგია, უთმად დაატყა და მირეკავს. შეცვალა გადაწყვეტილება. კახურად მირეკავს. ნანულ, ხა ზაზა მეგობრობდით ახლობელი ჩემი და ნანულ ჩაალაგე ჩემოდანი. ვა, მე თქვი კაცო, როგორ ჩაალაგე? ზაზა ცოლი ხო ყავს შენ კაცო მე მგონია ცოლად მოვყარა. ხოდა რა, მე უთხარი ჩაალაგე. არა, ეხლა მე და ნათიამ გადავწყვიტეთ, რომ შენ და გოგა პიპინაშვილი უნდა გადაგიღოთ. სადა მე უთხარი ძალიან გამეხარდა და წავედით იმაში რა ქვიან თელავში ქონდა გადაღება ჩავედით მე იქ ბაზარში გავიარ გამოვიარეთ 3 დღე დავდიოდი მაინტერესებდა იქაურის როგორ ლაპარაკობენ დიალოგები ამათი ყველაფერი და ჩემ გვერდზე ცხოვრობდა გოგა შევიდა თუ არა მაგის ამბავი ხო და დაიწყო რემონტი გააკეთა იქ და გააკრა შვალერი რაღაცები სულ ყველაფერი და აი ესეთ რაღაცებს მიკეთებდა ჩემი ყოფილი ქმარი. ისიც ამჟამად თბილისის საპატიო მოქალაქე. მოვიდით და მოვეცეთ. ძალიან სიმბოლური იყო და ისე გამეხადა რომ მე და გოგას მოგწეს ერთად ეს ჯილდო. აი ხარე. ახლა ქალბატონ ნანული ერთი პატარა საჩუქარი გვაქვს ჩვენ მუსიკალური ხასიათის ჯგუფი ძალიან ნიჭიერი მომღერლებისა კვარტეტი რანინა რომლებიც შეასრულებენ აი ზუსტად თქვენს ხასიათს რო შეესაბამება ესეთ სიცოცხლით სავსე ესეთ მხიარულ სიმღერას დიდი მადლობა გაიხარეთ
დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ძვირფასო ქალბატონო ნანული, ჩვენი სტუმარი გახლდათ უსაყვარლესი ნანული სარაჯიშვილი. დიდი მადლობა მას. მადლობა თქვენ.